ირანის ბირთვულ ობიექტებზე მასირებული შეტევა ისრაელმა ღამის 3 საათზე დაიწყო. ოპერაცია სახელწოდებით აღმავალი ლომი აამოქმედა და თეირანის ატომურ და სამხედრო ინფრასტრუქტურას ერთდროულად შეუტია. პრიორიტეტულ სამიზნეებს შორის აღმოჩნდა ნეთენზის ატომური სადგური და თავრიზის ავიაბაზა. ადგილები, სადაც ირანი წლების განმავლობაში სამხედრო მიზნებისთვის ურანს ამდიდრებდა. ირანმა 9 ბირთვული ბომბის შესაქმნელად საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი აწარმოა. თუ არ შევაჩერეთ ირანს ბირთვული იარაღი ძალიან მოკლე დროში ექნება. ეს ისრაელის არსებობისთვის რეალური საფრთხეა. ოპერაციაში, რომელიც 8 თვე იგეგმებოდა, 200-მდე ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა. ისრაელის ავიაციამ წერტილოვანი დარტყმები მიიტანა სამხედრო ბაზებზე და მეთაურების საცხოვრებელ კომპლექსებზე. იერიში შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა, 329 კი დაშავდა. სახალის წერტილოვან დარტყმებს ირანის ისლამური რესპუბლიკის 20-ზე მეტი მაღალჩინოსანი ემსხვერპლა, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშახთა კორპუსისა და შეერაღებული ძალების მეთაურები. ლიკვიდირებული არიან ატომური ენერგიის ორგანიზაციის წევრები და ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერები. ირანის საჰაერო დაცვის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები განადგურებულია. მოსადის ცნობით, მათ საწყის ეტაპზე ირანის სამხედრო ობიექტების სიახლოვეს განლაგებული დრონების ბაზა გამოიყენეს, რომელმაც უპილოტო საფრენი აპარატების სატყუარის ფუნქცია შეასრულა. ოპერაცია ხანმოკლე არ არის, არც ირანის პასუხი იქნება ადრინდელების მსგავსი. ვაცხადებთ 10,000 რეზერვისტის მობილიზაციას, ყველაფრისთვის მზად ვართ. ისრაელის იერიში ირანის პასუხი მოყვა, თუმცა მათი მიმართულებით გაშვებული 100 დრონი ისრაელის თავდაცვამ ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაანადგურა. თეირანი ახლა შურისძიებით იმუქრება. ქალაქ ყუმში მეჩეთზე წითელი დროშა აღიმართა. აიათოლა ხამენეის განცხადებით, ისრაელმა საკუთარ თავს მწარე ბედი მოუმზადა მუქარა ისმის პრეზიდენტისგანაც. ირანის ისლამური რესპუბლიკის ლეგიტიმური და ძლიერი პასუხი მტერს აიძულებს ინანოს ეს სულელური ქმედება. ოპერაცია აღმავალ ლომზე კომენტარი გააკეთა შტატების პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა სამხედრო მოქმედებებში შტატების უშუალო მონაწილეობა უარყო, თუმცა თეირანს ურჩია მათთან ბირთვული შეთანხმება გააფორმა. სხვა შემთხვევაში კი ისრაელისგან უფრო სასტიკ თავდასხმებზე მიანიშნა. 2 თვის წინ ირანს 60 დღიანი ულტიმატუმი წაუყენეს შეთანხმების დასადებად. ვუთხარი რა უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს. ახლა შესაძლოა მეორე შანსი აქვთ. ისრაელი ირანში ოპერაციის გაგრძელებას ბირთვული საფრთხის აღმოფხვრამდე დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში გეგმავს. მანამდე კი მთელ მსოფლიოში დიპლომატიურ მისიებს, რამდენიმე ქვეყანასთან კი საჰაერო სივრცეებს ხურავს.